რისგან შედგება რეალურად სახლის მშენებლობის ღირებულება და რატომ არის შეცდომა, როცა მშენებლობის ფასს მხოლოდ კვადრატულ მეტრზე ამბობენ. ბევრი ფიქრობს, რომ სახლის ფასი მხოლოდ ბეტონი, ბლოკი და სახურავია. სინამდვილეში ბიუჯეტის მთავარი ნაწილი ხშირად საერთოდ სხვაგან მიდის. რისგან შედგება რეალურად სახლის მშენებლობის ღირებულება. პირველი ნაწილი არის პროექტირება. ხარისხიანი პროექტის გარეშე მშენებლობა თითქმის ყოველთვის ძვირდება. პროექტის არქონა იწვევს გადაკეთებებს, ტექნიკურ შეცდომებს და ზედმეტ ხარჯებს. მეორე არის ნაკვეთის მომზადება. რელიეფის გასწორება, მიწის ამოღება, შევსება, ტექნიკის მისასვლელი გზა, გრუნტის გატანა. ეს ხარჯებია, რომელიც ბევრს თავიდან ავიწყდება, მაგრამ ზოგჯერ ეს ნაწილი შეიძლება საძირკვლის ჯამურ ღირებულებას ბევრად აღემატებოდეს. მესამე არის უკვე თვითონ საძირკველი. მისი ღირებულება დამოკიდებულია არა მხოლოდ სახლის ზომაზე, არამედ ნიადაგზე, მიწისქვეშა წყლებზე, რელიეფზე და კონსტრუქციულ სქემაზე. მეოთხე ნაწილი არის კარკასი ან შენობის ძირითადი კონსტრუქცია. კედლები, სვეტები, კოჭები, ფილები, კიბეები, ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორად აქ ყალიბდება. მეხუთე ნაწილი არის სახურავი. ფასი არ არის მხოლოდ გადახურვის მასალა. აქ შედის ხის ან მეტალის კონსტრუქციის თბოიზოლაცია, ჰიდროიზოლაცია, სამემბრანო სისტემა, სამონტაჟო ელემენტები და თვითონ მონტაჟი. მეექვსე არის საინჟინრო სისტემები, ანუ ელექტროობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა, ვენტილაცია. სწორად აქ ყველაზე ხშირად ხდება ბიუჯეტის არასწორი გადანაწილება და შეფასება. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოპირკეთება და კეთილმოწყობა, ფასადი, ფანჯრები, კარები, ღობე, საძირკვლის შემოვლითი ბილიკი, ეზოს მოწყობა. ხშირად ეს ეტაპი მფლობელებისთვის ყველაზე მოულოდნელ ხარჯად იქცევა. ამიტომ სახლის ღირებულება არ განისაზღვრება მხოლოდ კვადრატული მეტრის ფასით. რეალური ბიუჯეტი იწყება სწორად დაგეგმით და ზუსტი გაანგარიშებით. თუ ვინმე გეუბნევათ სახლის ფასს მხოლოდ კვადრატულ მეტრზე, ეს უკვე საგანგაშო სიგნალია.